ნახეთ, აი აქ მოვედი ახლა მე ესე იგი ბოლო ორნამენტი რო გაქვთ აი ესეთი ხო ნაწნავის სეგური. აი იმის თავზე ამოვიყვანი სვეტი. ანუ ახლა სქემას თუ შეხედავთ ხო? აი აი ეს სვეტი მოვგსოვე ბოლოს, აი ეს სვეტი. ეხლა აქ გახსოვთ იყო ერთი თვალიდან ორი სვეტი გამოდიოდა. ესე იგი აქ უნდა მოვგსოვოთ სვეტი, აი ამ სვეტის თავზე ერთი თავისუფალი თვალი, კიდევ მეორე სვეტი. როგორც აი აქეთ მხარეს ჰქონდათ ხო სიმეტრიულად. სვეტი, თავისუფალი თვალი, სვეტი. აი იქ ზუსტად იგივენაირად. აი ეს თქვენი ორი სვეტი, ხო? აქ პირდაპირ, აი ბოლოს რაც მოგხსოვეთ, ამის შემდეგ პირდაპირ გსოვთ, ოღონდ ეხლა აქ ნახეთ, გაარჩიეთ, აი ამის თავი რომელია. აი ამ პირველი სვეტის თავი. აი ეს არის, ნახეთ. აქ კი არ შეხვიდეთ, აი აქ. აი ესე. ეს პირველი სვეტი იყო, აი ეს. მეორე სვეტი ეს თავისუფალი თვლებით არის, ხო? ესე. ერთი თავისუფალი თვალი, ანუ აი ეს ადგილი და მეორე სვეტიც. ესე მეორე სვეტი პირდაპირ იქვე გაქვთ, ანუ ამ თვალის მომდევნო თვალი ოღონდ ძალიან ჭიდროთ მაქვს მონაქსოვი და ხო, მქონდა ესე კარგად, აი ეს. ანუ ერთმანეთის მიჯრით არიან, ხო? ესეც უნდა შეხვიდეთ. უბრალოდ აქ უკვე ერთი თავისუფალი თვალი გაქვთ. ესე გაგანიერდა, ხედავთ, ესე თუ შეხედავთ, აი ცოტა გაგანიერდა თქვენი ჩანთა. მე უკვე აი ამის შემდეგ უკვე აღარ ერთი და იგივე, ესე იგი, სიგანი გექნებათ, სანამ არ მიხვალთ აი ამ ადგილას, მე ცოტა მოკლებაა ისევ. კარგით. ეხლა, რა თქმა უნდა, სამი თავისუფალი თვალი, შემდეგ რიგზე გადავალთ, უკვე წაღმა რიგზე. 1 2 3 და პლუს ერთი თავისუფალი თვალი არკის, ეს არკაა, ხო? კიდევ, ანუ მეოთხე თავისუფალი თვალი. მოტრიალდით. აქ თუ თქვათ გინდათ რომ გაარჩიოთ, აი სამი თვალი რომ მოგხსოვეთ, ხო, მესამეში გააკეთეთ ნიშნული, თუ გინდათ რომ აი მე უკან დაბრუნებისას, ხო? აი ეს თვალი გჭირდებათ, რომ აი როცა მომდევნო რიგში გადახვალთ, აი სვეტი მოგხსოვთ ამის თავზე. თუმცა ისედაც მე მგონი გაარჩიოთ ეს. ერთი თვალი უნდა იყოს სვეტს და სვეტს შორის, სულ ესე გაქვთ და მოგეთ ეს სამი თვალი სვეტია, მეოთხე არის არკის ესეთი ნაწილი. კარგით, ეხლა აქეთ მოვდივართ, ხო? ესე იგი ვიმყოფები აი აქ. აი ამ რიგში ვართ. 4 თვალი მოგხსოვეს, 3 და 1 და შემდეგ თვალი ერთი ნამატით მომდევნო სვეტის თავზე, სადაც პირველივე სვეტი რაც შეგხვდებათ. ანუ აი ეს სვეტი გაქვთ. ამის თავზე. თვალი ერთი ნამატით. შემდეგ ისევ ახლა წაღმა რიგში ვართ, ნახეთ, აი წაღმა რიგია და აქ რა თქმა უნდა გჭირდებათ აი ესეთი ჩასვლები, ოღონდ ახლა დავაკვირდეთ, სად უნდა ჩავიდეთ. აქ ჩადიხართ თქვენ, ესე იგი, ამ რიგში თუ იმყოფებით, ერთ რიგს ტოვებთ და მომდევნოში. აქ იქვე ჩავდიოდით, ნახეთ, აქ ცოტა ახლოში იყო. აი ესე, აი აქ იყავით, ხო და წინა რიგში ჩადიოდით პირდაპირ. ეხლა განსხვავებულად არის ცოტა ღრმად. ანუ ამის შემდეგ სულ ესე ღრმად ჩახვალთ, პრინციპში ყველგან ესეა, ხო? პირველი რიგი, ეს აი ორი რიგი იყო ესეთი გამონაკლისი, რომ აქ ჩადიოდით უფრო ახლოში, წინა რიგში. ესე იგი, აქ ვართ და ჩავდივართ. ეს რიგი თვითონ, ხო? ამ რიგს ტოვებთ და აი აქ. აბა შევხედოთ ახლა, ხო? ისევ 5 თავისუფალი თვალით, ესე. ჯაჭვი ესეთი მექნება 3, 4 და 5. 5 თავისუფალი თვალი. აბა შევხედოთ ახლა 1 და მეორე. აი აქ უნდა ჩახვიდეთ. აი წინა შემთხვევაში იქვე ჩავდიოდი, აი თითქოს აქ. ეხლა ჩავდივარ აი აქ. და სულ ასე, ესე იგი, რომელ რიგშიც ხართ, იმის ქვემოთ და კიდევ ქვემოთ. და აი ეს ორი ამას ხედავთ, ხო? ერთი მიდან, ასე თქვა, არკიდან გამოდის ორი სვეტი. აი მაგათ შორის აი ესე მედია ჩანს. აი ესე თვალი ნამატის გარეშე, ასე მოტრიალდით, როგორც მე ვაკეთებ და აქ ისე 6 თვალი ნამატის გარეშე ამ ჯაჭვზე. 3, 4, 5 და 6.
აი ეს. და თავისთავად ესე ენახეთ როგორ ჩაჭდა. ეხლა ისევ ორი სვეტი გაქვთ გამომავალი, აი იმ წინა რიგის ორი სვეტიდან იმათ შორის, აი ეს აი წინა რიგის, აი ეს პირდაპირ, ხო? ჩასვლით უფრო ქვემოთ ჩახვედით, როცა აი ამას გსოვდით, მაგრამ ეხლა ორი სვეტი, მაგრამ დააკვირდით თან, რომ აი ამ რიგის შემდეგ აქ უკვე თითო თვალი ემატება, ნახეთ, აი ამ ადგილებში. სვეტებს შორის ერთი თავისუფალი თვალი გაქვთ. სულ ასე იქსოვება. გამონაკლისია ეს რა, ესე 1 2 3 რიგი, აი სადაც პირდაპირ ორი სვეტი გამოდის ერთი თვალიდან აქაც და მათ შორის თავისუფალი თვალი არ გაქვთ. აი აქ დააკვირდით, რომ უკვე თავისუფალი თვალი გაჩნდა. იმიტომ რომ გაგანიერდეს ცოტა ჩანთა, ამისთვის არის გაკეთებული. ესე იგი სვეტი, ერთი თავისუფალი თვალი, ეს ესე გაითვალისწინეთ, რომ ხა განსხვავებულად არის, ვიდრე წინა რიგებში იყო. და იგივე არკიდან ესე მეორე სვეტი. აი ეს. ეხლა ისევ ასეთ ორნამენტს მოგსოთ, ხო? აი აქ ჩანს. ესე მკრთალი ნახაზია, აი ესე ჩადიხართ აი აქ. ანუ იგივე ადგილას, სადაც ეხლა ეს წინა გავაკეთეთ, ხო? ისევ 5 თავისუფალი თვალი. და აი ესე. მე როგორც ვატრიალებ ნაკსოვს, გირჩევთ, რომ ესე უფრო მოხერხებულია და ესე გაგიადვილდებათ. აი ესე თვალი ნამატის გარეშე. კიდევ მოატრიალეთ და აი ესე ამ ჯაჭვზე 6 თვალი ნამატის გარეშე. ეს 4 5 და 6. და ისევ აი ესე შემოტრიალდა თავისთავად. ხო? კარგით. აი აქ ვართ. აქ ეს ორი სვეტი, როგორც აი ერთი რიგის წინ იყო, ხო? ორი სვეტი ზუსტად იგივენაირად. ანუ ერთ სვეტს ტოვებთ, მეორე და მესამეზე გაქვთ სვეტები. მეოთხესაც ტოვებთ. ანუ იქ არ გსოვთ სვეტს, ხო? ანუ ეს 4 სვეტი ახლა რო შეხედოთ, არის თქვენი აი ეს 4 სვეტია. ხო? თქვენ გჭირდებათ აი ეს ორი და ეხლა ნახეთ, მთავარია თავები სწორად აარჩიოთ აქ. რომ სიმაღლე კარგად წავიდეს, ხო? ანუ რომლის თავი რომელია, ხო? აი აქედან რო შეხედავთ, აი ეს და ეს. ანუ აი ეს და ეს. ცოტა შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ აქეთ წაიძვრება, მაგრამ არა, აი კარგად შევხედოთ. ხო, აი ეს თვალი. ეხლა აქ და აქ თუ შევხვალთ, შეიძლება ცოტა აქეთ წამოვიდეს ეს ნაკსოვი. ეს კიდევ შევხედოთ, აი ეს, აი აქ და აქ. აი აქ. ხო, აი ესე ჯობია კარგით ნახეთ, თითქოს აი ეს არის ეს ხედავთ ხო, სად არის ეს ერთი არკიდან რო გამოდის ორი სვეტი, ხო? ამას არ ეხები. ეს უკვე შემდეგი კიდევ სვეტი გქონდათ და აი ესე იგი შედიხართ, თითქოს ტოვებთ 1 2 და აი აქ. აი ესე, ოღონდ ეს თვალი ერთი ნამატით გჭირდებათ. აი ესე. აბა დააკვირდით, რომ კარგი ის გქონდეთ სვეტები ერთმანეთის თავზე სწორად დაგიჯდეთ, ხო? 1 და 2. აი ეს. აი ნახეთ, ის სწორად რო გაყვეს ზემოთ. ეხლა ისევ იგივე ორნამენტი მოდის, აი ეს ორი სვეტი მოგხსოვეთ. ისევ ეს ორნამენტი ჩავა აი ამ ადგილას, ხო? ანუ სადაც ხართ იმ რიგს ართვლით და ერთის გამოტოვებით მომდევნო რიგში. აი ახლა სადაც ვიმყოფები, ამას ტოვებ და აი აქ. 5 თავისუფალი თვალი. აი ესე. დააკვირდით 1 და აი მეორე. თვალი ნამატის გარეშე და 6 თვალი ნამატის გარეშე უკვე ამ ჯაჭვზე. აი ეს 2 4 6. ისევ აი 6 სულ მეორდება უკვე ახლა რაც გავაკეთეთ, აი აქ ხო იგივე იქნება აქაც. ისევ სვეტები რო გაქვთ ხო, ორი სვეტი ესეთი ერთი არკიდან გამომავალი, იმათ შორის
სვეტი, თავისუფალი თვალი, სვეტი. აი ესე. ნახეთ, აი ეს ჩანს, ხო? აქ ერთი სვეტი, ერთი თავისუფალი თვალი, მეორე სვეტი. ისევ აი ესეთი ორნამენტი, ისე ვთქვათ, ხო? 5 თავისუფალი თვალით ჩამაგრება, აი იქ სადაც პირველი ეს ორნამენტი ჩამაგდა, აი აქ შემოატრიალეთ და 6 თვალი ნამატის გარეშე. აი ესეთია ჩვენი ეს რიგი, ნახეთ, აი ესე. აქ ისევ, ესე იგი, აქ თავარია, რომ ეს სწორად გაარჩიოთ, ხო? ესე იგი. ესე თუ უყურებთ, ესე თუ გაშლით, თითქოს 1, 2 და მესამეში შედიხართ. მაგრამ ეს თვალი ფაქტობრივად აი ამის თავია, ამას არ ვთვლით, აი 4-ეული, აი ეს არის თქვენი 4-ეული, აი ამ აი ესე და თქვენ შედიხართ აი აქ და აი აქ. ესე. იმედია რომ არ შეგეშლებათ. აი ესე, ნახეთ, აი აქ. ერთი სვეტი და მომდევნოში მეორე სვეტი. აი ესე სულ ასე უნდა გსოთ. ამის შემდეგ უკვე ასეთი წესით იქნება სულ გამეორება, ეხლა რასაც გსოთ და ესე უკვე გაიმეორებთ ეხლა აქ. ეხლა გავყვები მე ამ რიგს და დაგიბრუნდებით რიგის ბოლოს, კარგით? იგივე წესით ზუსტად გაიმეორებთ. და აი აქ. აი ბოლო ორნამენტი, აი ეს მოგხსოვე. ნახეთ. უკვე აი 2 გაქვთ, ნახეთ, ერთმანეთის თავზე ერთი ორნამენტი, მეორე. აი ესეთი რიგები გვაქვს რაოდენობა. ეს 2 რიგი არა, თქმა უნდა, იმიტომ რომ მათ შორის კიდევ რიგებია, ხო? ესე იგი, ეხლა მე მოვედი ბოლოს ეს მოგხსოვე, აი ეს ასე ვთქვათ, 6 თავისუფალი, უბრალოდ 6 თვალი ნამატის გარეშე ამ ჯაჭვზე და ეხლა აი ამას მოგხსოვ, ხო? აი ამ სვეტს, ერთ თავისუფალ თვალს და კიდევ ერთ სვეტს. აქ გაქვთ ესეთი სვეტები და იმათ თავზე ჩვეულებრივად პირდაპირ ესე, ხო? ესე აქ გამოარჩიეთ, აი ეს სვეტი გაქვთ ერთი თვალი, ერთი ნამატით, ერთი თავისუფალი თვალი და აქ არ მოიცეთ, აქ ნახოთ, აქ ტოვებთ, ნახეთ, დააკვირდით, აი აქ უნდა გამოტოვოთ სვეტი იყო, მერე თავისუფალი თვალი იყო, მერე იყო 3 თავისუფალი თვალი. ამიტომ გითხარით, რომ აი აქ თუ გააკეთებდით ნიშნულს, ხო, თავის დროზე გაგიადვილდებოდათ. აი ეს ერთი თავისუფალი თვალი არის არკის და აი აქ უნდა შეხვიდეთ, ოღონდ უკანა მხრიდან. ხო, და უნდა მოგხსოვთ თვალი ერთი ნამატით. აი ამას ტოვებთ ეს ამ თვალს და აი აქეთ. აი ესე. აი ესე. კარგად ეს ჩემი ბედარი გაითიშა. აი ესე. ეხლა გვინდა ისე აი აქ მოვედით 3 თავისუფალი თვალი, კიდევ ერთი ბიჯის, ხო? ბიჯის უბრალოდ ეს არის არკის. ესე იგი 3 როგორც სვეტი, ერთი არკა. აი აქ შეგიძლიათ 3 თავისუფალი თვალის თავზე გააკეთოთ ნიშნული, რომ მე უკან როცა წამოხვალთ, აქ დაგეხმარ. ყოველ აი აქეთ იქით პრინციპში შესაძლებელია, რომ უფრო გაგიმარტივდებათ. 1, 2, 3, აი ეხლა მაგალითად გავაკეთებ მე, რომ თან გაჩვენებთ და თქვენთვის უფრო ადვილი იქნება. აი მესამე თავისუფალ თვალზე გავაკეთე ნიშნული, იმიტომ ეს არის სვეტის თავი, სადაც უნდა შევიდეთ. ეს ერთი კიდევ თავისუფალი თვალი უკვე არკის არის. აბა ნახოთ, აი ეს არის. მოდით, აი ეს არის. ეს თავისუფალი თვალი. ეხლა უყუღმა რიგში ვართ, ნახეთ, აი ესეთი მხარეთ უყურებთ, შიგან მხარეთ ჩანთის, ხო? და აქ ვსვოთ, ну ისევ როგორც წინა აი აქეთ იყო, ერთი რიგის ქვემოთ, ხო? აი აქ. ეს ფაქტიურად მსგავსი არის, უბრალოდ აქაც ნახეთ, აქ არ ქონდა თქვენ სვეტს და სვეტს შორის თავისუფალი თვალი, ეხლა გააქვთ. ისევე როგორც აი აქ გაჩნდა, ხო? აქ არ ქონდათ, ეხლა გაჩნდა ამათ შორის თავისუფალი თვალი, ყველგან სადაც
ერთი თვალიდან ორი სვეტი რო გამოდის. აქ ჩვეულებრივ სვეტის თავზე, შემდეგ ორნამენტის თავზე, შემდეგ აი ამ ორი სვეტის ცენტრიდან გამოდის, ორი სვეტი, ოღონდ მაგათ შორის აუცილებლად თავისუფალი თვალი. მერე ისევ ორნამენტის თავია, აი ეს ორნამენტის თავზე და აი ეს ორი სვეტი რო გაქვთ, იმათზეც რა თქმა უნდა, მოკლედ. ფაქტობრივად გავს ეს ძალიან აი ერთი რიგით ქვემოთ რაც იყო, ძალიან გავს, უბრალოდ აი ამათ შორის, აი აქ გაჩნდა ერთი თავისუფალი თვალი. კარგით. მე მგონი ძალიან ესეთი არ არის რთული მოსაქსოვი ნამდვილად. ესე იგი ვაგრძელებთ ახლა. ესე იგი აი ამ სვეტის თავზე სვეტი, უბრალოდ აი ამ სვეტის თავზე ეს სვეტი. აი ეს არის თქვენი სვეტი და აი აქ მაგის თავზე ხო? აი ესე. ეხლა ორნამენტის თავზე სვეტი, აი ეს პირველი ორნამენტი და შევდივარ, ნახეთ, აი ესე შევდივარ, ხო? აი ესე. თითქოს ეს ატრიალებს აქეთ მხარეს და უფრო ლამაზ ესეთ იმას აძლევს. ეხლა შემდეგი სვეტი იქნება უკვე აი ამ, ნახეთ, ხედავთ ხო, ერთი არგიდან გამომავალი ორი სვეტი. აი მაგათ შორის ერთი სვეტი, ერთი თავისუფალი თვალი, მეორე სვეტი. აი ეს. ეხლა ისევ აი ეს ორნამენტის ყველაზე ზედა ესეთი თვალი ნამატის გარეშე სადაც გქონდათ აი ორნამენტის აი ეს იქ შედიხართ ყოველთვის. ეხლა აქ ისევ ორი სვეტი გაქვთ, აი ერთი და ორი. ისე უკვე ეხლა ხედავთ რომ ვიმეორებ და ვიმეორებ უკვე ხო? ისევ ორნამენტი მოდის. ეს თანმიმდევრობა მთავარია დაიმახსოვროთ. ორნამენტი არ გამოგრჩევთ, რო იქ უნდა შეხვიდეთ, მე ამის შემდეგ აი აქ ორი სვეტი რო არის ხო, ერთი არგიდან გამომავალი, მანდ ერთი თავისუფალი თვალი, ისევ მეორე სვეტი, ისევ ორნამენტი. აქ უკვე გრძნობთ, აი ორნამენტი რომ მოდის, იქ უნდა შეხვიდეთ აუცილებლად. შემდეგ აი ერთი სვეტი და მეორე სვეტი. ну, პრინციპში შეგიძლიათ აი მიყვეთ სქემას და სქემითაც არ ვიცი, როგორც გირჩევნიათ თუ გინდათ მე როგორც ვაკეთებ ესე აქედან გსოვეთ, ან პირდაპირ სქემიდან. ერთი თავისუფალი და ასე შემდეგ. მოკლედ ვიმეორებ და ვიმეორებ ახლა მე აი ესე. თქვენც გაღევით რიგის ბოლომდე. აი უკვე გამოვედი რიგის ბოლოში ვარ, ნახეთ. უკვე მომხარეს ვართ. აი ბოლოს ამ ესეთი ორნამენტის თავზე მოვხსოვე სვეტი. ანუ ეხლა მე ვიმყოფები. აი აქ, აი ამ რიგში, აი ეს მოვხსოვე. ესეც მოვხსოვე, ეს სვეტი ორნამენტის თავზე, ხედავთ აი ეს ესეთი ბურთი რო ამკრთალი, მაგის თავზე სვეტია. აი მან ეგ მოვხსოვე უკვე და ეხლა აი ამ სვეტის თავზე უნდა მოვხსოვოს სვეტი, ერთი თავისუფალი თვალი და აი აქაც ნახეთ სამი თავისუფალი თვალი რო გქონდათ. აი მესამეში უნდა მოვხსოვოთ სვეტი. ეხლა პირდაპირ გსოვთ ჯერ, ხო, თვალი ერთი ნამატით, აი ეს არის თქვენი სვეტი, ხო, ჩანს კარგად. აი ეს. ერთი სვეტი. ერთი თავისუფალი თვალი და აი აქაც ეხლა რო გავაკეთები, ნახო, ნიშნული უფრო კარგად დაინახავთ. აი ეს თვალი უნდა გამოტოთ და აი აქ უნდა შეხვიდეთ, აბა ნახეთ. ოღონდ უკრიდან, აი აქ, აი აქ. აქაც გავაკეთებ ახლა ნიშნულს, მაინც თქვენთვის მოხერხებული რო იყოს, რომ აი ახლა რო ავამაღლებ მაშინ. ანუ ნახეთ, ესე იგი მოვედი აი აქ, ხო? ეხლა უნდა ავამაღლოთ სამი თავისუფალი თვალი და მანდ გავაკეთებ ნიშნულს. ხო, მაგ კიდევ მოძებნოთ. აი აქ. მერე ერთი თავისუფალი თვალი და უკვე აი ეს ნიშნულის ადგილი უკვე მიგანიშნებთ, სადაც უნდა ამოიყვანოთ შემდეგი, ესე იგი, რიგის ქსოვისას აი სვეტი. აი აქ ხო, მესამე სამი თავისუფალი თვალი მოვხსოვე და მესამეზე
აი ნიშნული. 1 თავისუფალი თვალი, ეს უკვე არკის არის, ხო? აი ეს არკის. და ეხლა სვეტის თავზე, ხო? რაც შეგხვდებათ, მოვტრიალდეთ, ხო ჯერ, აი ეს. აი მომდევნო სვეტი აქ გაქვთ და მაგაც ამოიყვანთ თვალს ერთი ნამატით. აი ეს. კარგით. ეხლა ისევ იგივე ზუსტად როგორც წინა რიგებში იყო, აი აქ ეს ორნამენტი, ხო? 5 თავისუფალი თვალი ჩადიხართ. აი ამ რიგიდან ერთით გამოტოვები და აი აქ. მე ხა გაჩვენებთ. აი ხა სადაც ვიმყოფები, აი ეს რიგი, ხო? ეხა აქ არ არის ნაკსოვი, მაგრამ აქ ხო ჩანს ნაკსოვი. აი ამას ტოვებთ და აი აქ. აბა დააკვირდით, რო არ შეგეშალოთ. მოდით ჯერ მოვხსოვ 5 თავისუფალ თვალს. 3, 4, 5 და ეხლა აი კარგად სწორად რო ჩახვიდეთ. ესე იგი, აქ ეს რიგია, სადაც იმყოფებით, ერთს ტოვებთ და აი აქ. ნახეთ? ეს ნიშნულოვანია, რომ სწორად ჩახვიდეთ, აი შეაერთოთ ეს ჯაჭვი. ეხლა უკვე 5, უბრალოდ 6, აქ 6 გაქვთ. 6 თვალი ნამატის გარეშე, ხო, ჯაჭვზე. 1, 2, 3, 4, 5 და 6. აი ეს მატერიალით, ესე ვთქვათ, გაასწორეთ უფრო ესე, ხო? და ეხლა მოდით გაჩვენებთ. ეხლა ისევ ცენტრიდან, აი ამ 2 სვეტის ცენტრიდან, ისევ 2 სვეტი, მათ შორის ერთი თავისუფალი თვალი. აი აქ თვალი ერთი ნამატით. ერთი თავისუფალი თვალი. ცოტა ფოკუსმა 2 ამგონი. და ისევ იგივე არგიდან თვალი ერთი ნამატით. აი ეს. ისევ აი ესეთ ორნამენტს მოგხსოვ, ხო? 5 თავისუფალი თვალი. და იგივე ადგილას ჩადიხართ, აი სადაც პირველი, ეს პირველს როცა ჩაამაგრებთ, მე მეორე რა თქმა უნდა, უკვე ესე ადვილად ხვდებით სადნო ჩაამაგროთ. კაც 6 თვალი ნამატის გარეშე. 6 და ეხლა ისევ აი ეს 2 თვალი გახსოვთ, აი აქ 4 ნახეთ, აი ეს 4 გაქვთ, იმიტომ რომ აი ამათ შეხედეთ, ამათ თავზე გაქვთ კიდევ მოგხსოვილი სვეტები და იმათ შორის 2 გაქვთ. ოღონდ ეხლა აი იმათ შორის 2 რო გაქვთ, აი ხა რასაც ხედავთ, ნახეთ, აი აქ უნდა შეხედეთ და აი აქ, ზუსტად რასაც ხედავთ რომ დაგრჩათ. აი აქ ერთი სვეტი და მე მომდევნოში მეორე სვეტი. ისევ გავემეორებ ახლა, ხო? ასეთ ორნამენტს და შუაში მე ესეც. ანუ ორნამენტი ეს გულისხმობ მთლიანად ამ ცენტრიანად. მოკეთ, ვიმეორებთ უკვე ახლა თუ უკვე მოვყვებით ქსოვისას უკვე მიხვდებით თქვენ სად უნდა ესე იგი როგორი თანმიმდევრობით მოგხსოვთ აი ამას ტოვებ და აი აქ. ეს მოტრიალდა და აი ეს 1 2 3 4 5 6 აი ეს ნაკსოვიც მოატრიალეთ ესე. აი ხლა ის თვალი ერთი ნამატით აი ჩანს ხო არკაში. 1 თავისუფალი თვალი და კიდევ მეორე სვეტი. აი ესე. ისე გავიმეორებ 5 თავისუფალი თვალი. ისე იგივე ადგილას ჩასვლა აქ, სადაც ვიყავით. ესე 6 თვალი ნამატის გარეშე. ახლა უკვე აი აქ 2, აი ნახეთ, ეს 4 და აი ეს
აი ეს 2. ხო, მანდ უნდა ამოიყვანოთ 1 სვეტი, მეორე სვეტი. ცალ-ცალკე ხო, თითო თვალში, თითო თვალი. აი ეს, მოკლედ ეს უნდა გაყვეთ ახლა. აი ესე გაიმეოროთ და გაიმეოროთ ბოლომდე, გადით რიგის ბოლომდე. ფაქტიურად ამის შემდეგ მეორდება და მეორდება. მოდით აბა ვნახოთ. აი აქ ვარ ხო? აი აქ მოვდივარ. კარგით. ეხლა შემდეგ მე აქ მაინც გაჩვენებთ შემდეგ რიგებს, იმიტომ რომ აი აქ ფაქტიურად აქ არის ცვლილება. შემდეგ რიგს იგივენაირად მოგსოთ, როგორც აი ამის წინა უკუღმარი იგი რო იყო, ხო? ხო. აქ იგივე ზუსტად იგივენაირად არის, არაფერი არ იცვლება და აი აქ დაგიბრუნდებით. კარგით, წაღმარიგში დაგიბრუნდებით. აი აქ არის წაღმარიგში, აი აქ ცოტა შეცვლილი და ამას გაჩვენებთ. კარგით. ესე იგი, ეხლა მე ვგსოვ აი ამ რიგს, წაღმარიგს, ხო? აი ესე გახვალთ ბოლომდე, მოტრიალდებით. აქ სადაც ნიშნული გაქვთ, აქ ნიშნული გვაქვს, ხო? კი. მოდით აქ შევხედოთ. აი აქ ნიშნული გაქვთ და აი აქ ზუსტად ნიშნულის ადგილას მოგსოვთ აი ამ სვეტს. და მე კიდევ ამაღლებთ, აქაც შეგიძლიათ ისე გააკეთოთ ნიშნული მესამე თვალზე, თუ თქვათ გიჭირთ ხოლმე მე აი შემდეგი რიგის აი სვეტისთვის მოძებნა თვალის, გააკეთეთ მესამეზე. და აქ უკვე ნახეთ, აი გექნებათ ნიშნული, მანდ გააკეთებთ აი ამ თვალს, ამოიყვანთ აი მაგ ნიშნულის თვალიდან. მოტრიალდებით, უკუღმარიგს მოგსოვთ ის ზუსტად იგივე წესით, როგორც მოგსოვე აი ქვემოთ, აი ეს უკუღმარიგი, ხო? ამის წინ რო იყო აი ეს უკუღმარიგი, ზუსტად იგივენაირად მოგსოვთ. ესე წამოყვებით და აი აქ შეგხვდებით. დაგიბრუნდებით აქ. შეიძლება ესეც კი მოგსოვთ და აი აქ შემოგიერთდეთ. აი ამ ადგილას ეს არის ცოტა ესეთი განსხვავებული საქსოვი. კარგით? ეს იმისთვის რომ გათავისუფლდეს ადგილი ესეთი რამე დეკორაციული დეტალისთვის, აი ჩემთვის ეს იქნება handmade წერია და ამას გამოვიყენებ. ისე პატარა ზომის კი არის, არ ვიცი ზუსტად ამაზე კარგად ჩაჯდება თუ არა, შეიძლება ვაზომოთ. აქ რამდენიმე რიგი გვაქვს ჩვენ 1 2 3 4 რიგი ასეთი სიბრტყე ესა რომ მიიღება და ვფიქრობ, აი ხა ნახეთ, ესე რომ დაადოთ, აი მოუხერხებელია და აქ ამის გამო ცოტა ცვლიან უზორს, რომ ეს უფრო თავისუფლად ჩაჯდეს, მაგრამ ეხლა მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ჩემ ნაკსოვს ეს აქ შუაში მაინდა-მაინც არ მინდა რომ იყოს, მოდით გაჩვენებთ ახლა მე და შეიძლება ცოტა მეტი რიგები მოგსო ჯერჯერობით ცვლილების გარეშე და მერე დაგიბრუნდეთ, ნახეთ. აი აქ თუ გავაკეთე ახლა ცენტრში, ახლა ჩვენ გვაქვს 2 რიგი ესეთი 2 ორნამენტი მაქვს მოქსოვილი და ხა მესამეს გსოთ, ხო? მესამეს 1 2 3 და შემდეგ მე-4-დან უკვე იწყება, ხო? ამიტომ 1 2 3 და აი აქვე რომ დაიწყოს არ მინდა, აი აქ არ მინდა რაღაც. მირჩევი ნახეთ ძალიან, ამ რაღაც მირჩევი რომ ზემოთ იყოს ცოტა აი აქ. ანუ მე დაგიბრუნდებით, ესე იგი თქვენ შეგიძლიათ ამის გარეშეც მოგსოვოთ, აი ცვლილების გარეშე და აი როგორც მე მაქვს ნახეთ, აი ესეთი უკუღმა, ან უკანა მხარე ჩანთის, ხო, ეს რომელიც ტანს ეხება. ასეთივე მოგსოვოთ წინა მხარე. სულ არ არის აუცილებელი რომ აქ დეკორაციული დეტალი დაასვათ, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ მე გავიმეორებ რაც აქვს. უბრალოდ მაინც მოდიფიკაციას გავუკეთებ, იმიტომ რომ არ მინდა ესე ძალიან ქვემოთ იყოს, ნახეთ როგორ არის. რაღაც პატარა დეტალია და ესე ჯობია ცოტა ზემოთ იყოს, აი აქ სადღაც. ისაც აქ. ამიტომ მე დაგიბრუნდებით, ნახეთ 1 2 3 4 5 აი 5 რომ მოგსო. ხო, იქ უკუღმარიგიც ექნება, ხო? აი 5 მექნება მოგსოვილი, მოკლედ. ხო, ეს კიდევ დამოკიდებულია რამდენად ესენი დიდი, ესე იგი, ფართობის იმას აპირებენ მოდიფიკაციას. მოკლედ მე მექნება მოგსოვილი აი ესეთი ამ ორნამენტებით, ესე თუ გადათვლით 1 2 3 4 5 და აი მე დაგიბრუნდებით, ხო? თავისი მეხუთე რიგი და თავისი უკუღმა რიგიც რო იქნება მოგსოვილი.
ანუ მე-6 რიგის რო ვიწყებ, ხო, წაღმავხრიდან აი იქ დაგიბრუნდებით. იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ აი აქ გავაკეთებ და მე ვფიქრობ, არც ისე დიდი ის არ ჭირდება ფართობი ამას გათავისუფლება, აი აქაც კი ჩაჯდებოდა, მაგრამ ოდნავ ჭირდება, ოდნავ გაგანიარება აი ამ ადგილს. კარგით. თქვენ თუ არ აპირებთ, თქვათ ესეთი დეკორაციული დეტალის ჩასმა, საერთოდაც შეგიძლიათ ეხა მე რაც მოგსოვე, რიგები როგორც გსოვე, ზუსტად იმეოროთ და იმეოროთ ძალიან მარტივად. და მე ესე იგი სულ აქ ჩვენ მაინც რო იცოდეთ, აი აქ გარკვეული მოდიფიკაციები იწყება და ეგ არის ახლა მოდით შევხედოთ, მაინც ახლა წინასწარ გეტყვით, რომ თუ თქვენ აპირებთ, თქვათ, დეკორაციული დეტალის გარეშე, ნახეთ, აი ორნამენტების მიხედვით, მე ახლა ორნამენტებს ვთვლი 1 2 3 4 5 6 7 და აი მე-7-ს მერე უკვე ერთად უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ აქ ცოტა იცვლება ეს ორნამენტების სიგრძეები. ესე იგი, თუ არ აპირებთ ასე დეკორაციული დეტალის გამოყენებას და მარტო აი ასე როგორც უკანა მხარე მოგსოვე, ასე გინდათ მოგსოვოთ, მაშინ 1 2 3 4 5 6 7 რო გექნებათ მოგსოვილი, აი ზუსტად ეხა რაც როგორც გსოვე, ბოლო 2 რიგი, ხო? აი იმის შემდეგ უკვე შეგიძლიათ მე როცა მივალ, ხო, შესაბამისად შემომიერთდეთ მე-7 და მე-8 ორნამენტების, ესეთი მე-8 რიგი ორნამენტების მიხედვით. აი ეს არის, სადაც უკვე ცვლილებაა. თუმცა კიდევ ერთი რამე არის, რომ გარდა ორნამენტების ცვლილებისა, აქ ჩვენ დავიწროებას ვაკეთებთ, ამიტომ მაინც ჯობია რომ ბოლომდე მომყვეთ და მე გეტყვით, აი ეხლა აქ სანამ აი დავიწროებას რო აკეთებთ, ეს იქამდე თქვენ აქ არ გექნებათ შესაძლებელი თუ არ აპირებთ ამ დეკორაციულ ორნამენტის გაკეთებას, ხო? ანუ ჩვეულებრივ როგორც ეხა ვხსოვე, ესე შეგიძლიათ გააგრძელოთ. თუ არა მე ხა როგორც გითხარით, ფიქრობ რომ 1 2 3 4 5-ს რომ მოგსოვ, 5 ორნამენტის შემდეგ აქ გავაკეთებ ცოტა გაგანიერებას, როგორც მიახლოებით მაინც როგორც სქემაზეა. თორე სქემაზე ვფიქრობ ძალიან არის გაგანიერებული, იმიტომ რომ დიდი დეტალი აქვს ჩასმული, ჩემი ცოტა მომცროა. კარგით, ესე იგი. ესე მოგსოვეთ ხო ეს ორი სვეტი, ახლა აქ ისევ ეს 5 თავისუფალი თვალი. და მოგეთ როგორც შევთანხმდით, მე დაგიბრუნდებით. დავაგროვებ 5 ორნამენტს ერთმანეთის თავზე, რომ იყოს აი ესეთი რაოდენობა რიგების, რომ გქონდეს და მე ერთად გავაგრძელოთ. ეხლა აქამდე რაც გსოვე, ხო, აი ეს რიგი და წინა რიგი, ხო, თქვათ, აი ესენი იმეორეთ. თორე თავიდან პირველი 2-3 რიგი იყო ცოტა იქ განსხვავება და ამიტომ ის რა თქმა უნდა აი აქ იყო აქ ერთი თავისუფალი თვალი გჭირდებათ სვეტებს შორის როცა გსოვთ აი ესე ერთი თავისუფალი თვალი და კიდევ მეორე სვეტი აი ესეთი წესით გსოვეთ ჯერჯერობით და დააგროვეთ რიგები ისე რომ მიიღოთ ერთმანეთის თავზე ახლა მაქვს 3 ორნამენტი ხო 1 2 3 კიდევ 4 5 აი ეს ჭირდება რომ ესეთი რაოდენობა გქონდეს რიგების მიხედვით სხვა რაოდენობაა უბრალოდ მე ორნამენტებით უფრო მარტივად რომ მე გახვედროთ ესე უფრო ადვილია გადათვლა კარგით გააგრძელეთ თქვენს